საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი. უკვე ცნობილია, რომ გორის მერობისთვის მხოლოდ 2 კანდიდატი იბრძოლებს. ქართული ოცნებიდან კონსტანტინე ბუზალაძე, ხოლო ძლიერი საქართველოდან ნიკოლოზ დოლიაშვილი. მიდიან თუ არა არჩევნებზე მოქალაქეები და რა იციან კანდიდატების შესახებ, ეს კითხვა თრიალეთმა გორში რიგით მოქალაქეებს დაუსვა. ეს აუცილებელია, ყველამ უნდა მიიღოს თავისი პასუხის მიღება. იცით ვინ არიან მერობის კანდიდატები გორში? გორში არ ვიცი, მაგრამ ის კალაძია თბილისში. თქვენ გორისში აძლევთ ხოლმე ხმას გორის კი, ჯერ არ ვიცით ვინ არის. არჩევნებზე წავალ და შემთხვევას დავიცავ ძალიან კაცრად, უმკაცრესად. გორის მერობის კანდიდატები ვინ არიან თუ იცით? არ სამწუხაროდ ხათუ არ უნდა წავიდე. იცით ვინ არის მერობის კანდიდატები? ვინ არიან მერობის კანდიდატები? ცნობ? არა. არ ვიცი. არც მაინტერესებს. ბრძანდებით თუ არა არჩევნებზე? არ ვიცი, მოვიფიქრებ. ერთსაც კითხავთ, იცით თუ არა ვინ არიან გორის მერობის კანდიდატები? კი, ჩემი გაზრდილები არიან ბევრი. რაზმია, ქუჩაში ვსია. თუნამივი, არ მივალ. იცით ვინ არიან მერობის კანდიდატები გორში? მე არ ვიცი. არ ვიცი, სერიოზულად. კი, შულო. წავალთ, აბა მოქალაქე ვარ, საქართველოს მოქალაქე და არ უნდა წავიდეთ არჩევნებზე, უნდა წავიდეთ. იცით თუ არა ვინ არიან გორის მერობის კანდიდატები? როგორ არ ვიცი, ხა. ხო, ბუზალაძე, კი, როგორ არ ვიცი, მაგრამ ისე პიროვნებას არ ვიცნობ. ეს ქართული ოცნები. ვაი, მოპოზი არ ვიცი, არ მახსოვს კი. ზოგადად მიიღებთ თუ არა მონაწილეობა? ნუ რა თქმა უნდა. იცით თქვათ ვინ არის მერობის კანდიდატი თუ მე? ხო, მაგრამ ჩამოყალიბებული არ მაქვს ახლა ის ხას. ჯერ კიდე არის დრო ერთი თვე. რა თქმა უნდა მივიდივარ. იცით თუ არა გორში ვინ არიან მერობის კანდიდატები? ნახდათ არ ვიცი, ვერ გიტყვით. ბრძანდებით თუ არა არჩევნებზე? აუცილებლად. რა თქმა უნდა. იცით ვინ არიან მერობის კანდიდატები? კი ბატონო, ყველაფერი ვიცით ასეა. რა მინდა არჩევნებზე? რაზე წავიდე? რის გულისთვისა და კი წავალ. რატომ და იმიტომ რომ დადიან სოფელი ეხვეწებიან, აი რომ ბავშვი რომ ეხვეწება ქუჩაში რომ 20 კაპიკი მომეციო, მაგრამ ეგრე არიან ეგენი. მოვა არჩევნები, ვაუ მას გავაკეთებთ ამასა გავიხედავთ არაფერი არ აკეთებ. რა უნდა აკეთო? გორის მერობის კანდიდატებს თუ იცით? არ ვიცი.